COVID-19-ის პანდემიამ აჩვენა, რომ ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა იყო ბოლო 100 წლეულის მანძილზე. სამწუხაროდ დიდი მსხვერპლითა და თანმდევი მოვლენებით. თავისთავად პანდემია ომის ანალოგია, ოღონდ ომი მიკროსამყაროსთან და წარმოიდგინეთ გაცილებით მეტი დანაკარგით. პანდემიამ ბევრი გაკვეთილი ჩაუტარა კაცობრიობას. ჩვენ ახლა შეიძლება ბევრად უკეთ ვიცით, რა არის გასათვალისწინებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული საფრთხეებისა და მზაობის გასაუმჯობესებლად. მაგრამ მზადყოფნის რეჟიმი უნდა იყოს მუდმივი და უწყვეტი, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს შესაბამის პოლიტიკურ ნებაში, ჯანდაცვის სისტემების მუდმივ განვითარებაში, ადეკვატურ დაფინანსებაში, ადამიანური რესურსების მუდმივ სწავლებაში, ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობაში, საჯარო და კერძო პარტნიორობისა და ზოგადად გლობალურ თანამშრომლობაში. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვარო, ჩვენც საქართველოში, ისევე როგორც თითოეულმა ქვეყანამ, უნდა გავაანალიზოთ პანდემიის მიმდინარეობა და ქვეყნის პასუხი ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე. გამოვიტანოთ დასკვნები, რა გავაკეთეთ კარგად, რა ვერ გავაკეთეთ, რა ხარვეზები გქონდა. მე აქ სუბიექტური ვიქნები და შეიძლება მხოლოდ ჩემი მოსაზრებები გამოვთქვა. მხოლოდ ერთს ვიტყვი და გავმეორდები. ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი. ასეთ გამოწვევას ჭირდება კარგად კოორდინირებული მულტისექტორული პასუხი და მეცნიერული მტკიცებულებებით გამაგრებული საერთაშორისო გამოცდილების მუდმივი გაზიარება. რისთვისაც ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობა განვითარებულ სამყაროსთან უმნიშვნელოვანესია.